კიდევ ერთხელ მოგესალმებით, როგორც უკვე გითხარით, გადაცემას ვიწყებთ კონტაქტური კარატეს თემა იქნება მეორე ნაწილში, უბრალოდ გადაცემას დავიწყებთ ტაიკვანდოს თემით. ტაიკვანდო არის სპორტის სახეობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულია, ძალიან ბევრი მიმდევარი ყავს, ჩვენ ყავს რეგიონში ძალიან სახელოვანი სპორტსმენები, ერთ-ერთი მათგანი ზურაბ კინძურაშვილი გახდა ბრინჯაოს მედლის მფლობელი შვეიცარიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოლიმპიურ წონებში, რა თქმა უნდა, ესეც უნდა აღვნიშნოთ დამატებით და ასევე მესამე ადგილი მოიპოვა ნიკა ღოღობერიძემ. საქართველოს ნაკრები საკმაოდ წარმომადგენლობით შემადგენლობით იყო შვეიცარიაში წასული, მაგრამ ორი медали აქვს მხოლოდ გუნდს და ორივე ჩვენ რეგიონის წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, ამ თემას უნდა დავუთმოთ დრო. ტაიკვანდოს შესახებ კიდევ ვისაუბრებთ ჩვენ წლის ბოლომდე ბევრი ღონისძიება დაგეგმილი ამ სპორტის სახეობაში, საქართველოს ჩემპიონატი მათ შორის. ახლა შემოგვიერთება ადამიანი, რომელიც ამ ორი სპორტსმენის უშუალოდ ამ ორი სპორტსმენის პირადი მწვრთნელია, თემურ ღლონტი, რომელიც უკვე ყავს ხაზზე და სიამოვნებით მივესალმები მიულოცა მას მისი შეგირდების კარგ შედეგს და გავესაუბრებით შვეიცარიაზე და არა მხოლოდ შვეიცარიაზე, დარჩენილ ღონისძიებებზე, ზოგადად წლის შეჯამებაზე. თემურ მოგესალმებით. მადლობა ჩართვისთვის. მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, რომ ორიოდე სიტყვა თქვა თქვენი ეთერის საშუალებით გაიხარეთ. კი ბატონო, ჩვენი მაყურებელი ნახავს კადრებს, უშუალოდ ზურაბ კინძურაშვილის გამოსვლის, რომელიც უფრო ტიტულოვანი სპორტსმენია ამ შემთხვევაში და მისგან ყოველთვის მაღალ შედეგებს ელის ქართული ტაიკვანდოს, ალბათ ტაიკვანდოს გულშემატკივარი ქომაგი, თუმცა იყო ნიკა ღოღობერიძის შედეგი, რომელიც ასევე თქვენი შეგირდია, მისი გამოსვლებიც საინტერესოა და მთლიანად ეს ტურნირი რომ შეაჯამოთ, მოგვიყვეთ რა ხდებოდა შვეიცარიაში და უნდა გავარჩიოთ ამ შემთხვევაში ჩვენ რომ ეს ზურა შედეგი არის ოლიმპიურ წონებში, ევროპის ჩემპიონატის სხვადასხვა სტილით ტარდება, თქვათ არის თქვი 2 წელიწადში ერთხელ, არის 4 წელიწადში ერთხელ და ეს ყველა ნიუანსი რომ გავიაროთ თქვენთან ერთად და რამდენად კმაყოფილი ხართ როგორც პირადი მწვრთნელი შედეგებით პირველ რიგში. რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. იქიდან გამომდინარე, რომ აჭარიდან სამი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას აღნიშნულ ჩემპიონატზე და ორმა მათგანმა შეძლო და ბრინჯაოს მედალი მოუტანა ჩვენ ქვეყანას. ეს ყველაფერი ძალიან სასიხარულოა. მაგბიჭებმა წელს უკვე მეორედ დაამტკიცეს უმაღლის რანგის შეჯიბრებებზე წარმატება. პირველი ავიღოთ ის, რომ ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე მაკედონიაში ნიკა ღოღობერიძემ ვერცხლის მედალი მოუტანა ჩვენ ქვეყანას, რომელიც ძალიან სასიხარულოა. ასევე საქართველოს ტაიკვანდოს ისტორიაში კი არა, თვითლიან სპორტის სახეობის ისტორიაში სოფლიო უნივერსიადის გამარჯვებული გახდა ზურაბ კინძურაშვილი და ეხლა კიდე ევროპის ჩემპიონატზე ორი медали მიამატეს ბიჭებმა და ეს არის ქვეყნისთვის ძალიან სასიხარულო, ძალიან წარმატებაა და მინდა მიულოცო პირველ რიგში ბიჭებს ეს წარმატება და არაერთ შეჯიბრებებზე მინდა უსურვო წარმატებები. უშუალოდ არის პირადი მცველი ამ შედეგით და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში უფრო მეტი და მეტი წარმატება გვექნება. ამის მეტი ამბიცია გვაქვს. უშუალოდ ტურნირზე რო თქვათ, ევროპის ჩემპიონატის სახელით ტარდება, ხო, ეს ტურნირი, მაინც მაღალი კონკურენციაა, რა თქვათ, ბრძოლები გაიარეს და რამდენად იყო შანსი იმის, რომ უფრო მაღალი სინჯის медали მაღალი სინჯის მედლის მოპოვება ორივე შეეძლო. იქიდან გამომდინარე შეეძლო, რომ პირველი რეიტინგის სპორტსმენები იყვნენ ორივე. ნიკა ახალგაზრდებში პირველი იყო რეიტინგით ევროპაში, ასევე ზურაბ კინძურაშვილიც რეიტინგით გათესილი იყო პირველ ნომრად ევროპის ჩემპიონატზე და ორივე ფავორიტი იყო და ორივეს ჰქონდა იმის შანსი, რომ ოქროს медали მოვეპოვებინა, მაგრამ სპორტია, ყველაფერი ხდება და სამწუხაროდ ცოტა უიღბლობის გამო ნახევარფინალში დავუმარცხდით. ორი ორთაბრძოლა გაიარეს ბიჭებმა საკმაოდ ღირსეულად და ნახევარფინალურ ორთაბრძოლებში მცირედი უიღბლობის გამო დავუმარცხდა ორივე. ორივე შეეძლო, რომ ჩემპიონობა ეზეიმა, მაგრამ სამწუხაროდ ბრინჯაოს медалს დავჯერდით. მეტი შეიძლებოდა სამწუხაროდ რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ უბრალოდ მეტი რო შეიძლებოდა, იქიდან გამომდინარე ვსაუბრობ, რომ სამწუხაროდ დავჯერდით მესამე ადგილს. ასევე უნდა აღვნიშნოთ გასაგებია, რომ მედლის გარეშე დარჩა, მაგრამ აღსანიშნავია და მისასალმებელია ის, რომ გოგონებშიც ყავდა წარმომადგენელი, მესამე წარმომადგენელი აჭარიდან იყო სწორედ გოგონა. გოგონების ტაიკვანდოზე ზოგადად თქვენ როგორც თქვა ამ შემთხვევაში მწვრთნელი, გასაგებია რომ თქვათ გარკვეული რაოდენობის სპორტსმენები ყავთ, ვისაც ავარჯიშებთ და ვინა გვაინტერესებს გოგონების მიმართულებაც რა თქმა უნდა და რამდენად თქვათ არის რეგიონში წინა პლანზე წარმოწეული და რამდენად არის ინტერესი სუსტის ქეშის წარმომადგენლებისგან, მოდი ასე ვიტყვი, ტაიკვანდოს მიმართ. ამ ბოლო პერიოდში ზოგადად
გოგოებში ისე თუ ასე ცოტას მოვიკოჭლით, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში არის დაინტერესება ძალიან დიდი გოგოების მხრიდან და ყველაფერს ვაკეთებ ჩვენც, რომ ანალოგიურად როგორც ბიჭებისა, გოგოებშიც ყავდეს ევროასპარეზზე წარმატებული სპორტსმენები, ყველაფერს გავაკეთებ და იმის პოტენციალი არის, რომ უკვე მომავლიდან იყოს შედეგები საერთაშორისო და ევროასპარეზებზე გოგონების მხრიდანაც. კი ბატონო, წლის ბოლომდე ალბათ მთავარი ტურნირი დარჩენილია მაინც შიდა ასპარეზზე არის საქართველოს ჩემპიონატი, თუმცა არის კიდევ ერთი დიდი ღონისძიება, რომელიც წლის ბოლომდე ელოდებათ ამ შემთხვევაში თქვენს შეგირდებს, შეგიძლიათ გითხრათ კალენდარზე და მოლოდინებს. წელს ახლა დაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი ტურნირი სოფლიო ფედერაციის ორგანიზებით 21 წლიანების სოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც პირველად იმართება ჯერ ისტორიაში არასდროს არ გამართულა სოფლიო ჩემპიონატი 21 წლიანებს შორის და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ღირსებას დაიცავს ერთი სპორტსმენი ნიკა ყოღობერიძე და ეცდება უმაღლეს წინდის მედლის მოპოვებას, აუცილებლად ამის დიდი ამბიცია აქვს. არაერთხელ დაამტკიცა ამბიტო, რომ შეუძლია დიდ ასპარეზზე შედეგების გაკეთება. ასევე ის მინდა ვთქვა, რომ ზურაბ პინტურაშვილი მონაწილეობს 74 კილოგრამ-წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატზე და ეხლა ეს ევროპის ჩემპიონატი იყო ოლიმპიურ წონებში. შედარებით მაღალ წონაში იყო და მაინც ღირსეულად წარსდგა და მედალი მოუტანა ჩვენ ქვეყანას 2026 წლიდან ოლიმპიური რეიტინგი ნულდება ოლიმპიურ წონებში და იწყება ოლიმპიური სამზადისი ოლიმპიადის წინ სარეიტინგო ტურნირები, ყველაზე მნიშვნელოვანი გრან-პრი. გრან-პრი 4 გრან-პრი გაიმართება 2026 წელს. 2027 წელს ასევე 4 გრან-პრი გაიმართება, სადაც ოლიმპიური ქულები გათამაშდება და ზურაბ პინტურაშვილი უკვე ამ გრან-პრიზე მოხვედრილი არის და იმის დიდ შანსს და იმედს ვიტოვებთ, რომ 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ლოს-ანჯელესი გვეყოლება მონაწილე. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ეს ბიჭები ნამდვილად. ჩვენიერი განაცხადია ნამდვილად. საქართველოს ჩემპიონატზე რა შეგიძლიათ გითხრათ, რამდენად მაღალ კონკურენციას ელოდებით, წლის ბოლოს ჯერ არ გაწყვეტილი საათ ჩატარდება, როგორც ვიცი ჩემი ინფორმაციით, რომელიც მომაწოდა აჭარის ნაკრების თავმჯდომარემ და თუ შეგიძლიათ გითხრათ, თქვათ, რამდენი სპორტსმენით იქნება ამ შემთხვევაში თქვენი ეს გუნდი წარმოადგენილი, მოდი ასე ვიტყვი. ჩემი გუნდი დაახლოებით ჭაბუკებში, ახალგაზრდებში და დიდებში იქნება 15 სპორტსმენით წარდგენილი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე. და დაინტერესება, როგორც ასეთი 2-3 წლის უკანო ეროვნულ ჩემპიონატზე იღებდა მონაწილეობას 100 და 200 სპორტსმენი, დღესდღეობით უკვე 400-500 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას და ეს ძალიან სასიხარულოა, რომ მასობრიობა იზრდება და პოპულარიზაცია არის, დაინტერესებაც არის ჩვენს ქვეყანაში უკვე და ძალიან მაბედნიერებს ეს ყველაფერი. ასევე მინდა გითხოთ თქვენ როგორც ამ შემთხვევაში მწვრთნელი, გარკვეულ ტიტულოვანი სპორტსმენების პირადი მწვრთნელი უკვე მწვრთნელებისთვის როგორც თქვენ პირადი გამოცდილებით, რამდენად არის ხელმისაწვდომი ამ სპორტის სახეობაში, თუნდაც კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით გარკვეული მექანიზმები და რა საშუალებები არსებობს იმისთვის, რომ თქვენ როგორც მწვრთნელმა ამ შემთხვევაში გაიაროთ რაიმე ვთქვათ სახის სემინარები და ასე შემდეგ. ყველანაირად ვთილობთ ჩვენ ახლა ყველაზე მეტი გამოცდილებას ღებულობთ საერთაშორისო შეკრებებიდან, სადაც მივდივართ, ვაკვირდებით, რომელი ქვეყანა რას აკეთებს, რას წარმოადგენს და მაქედან გამომდინარე ჩვენ თავში მსვლელები ვაკეთებთ ანალიზს, რომ რა არის ჩვენი სპორტსმენებისთვის კარგი, რომ შემოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში და დავნერგოთ ის სისტემა, რაც გაგვიყვანს უმაღლეს შედეგზე. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებები მინდა გისურვოთ უკვე სოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ახსენეთ, ასევე საქართველოს ჩემპიონატზე, აჭარის გუნდს და თითოეულ მიმართულებას ტაეკვანდოს. მადლობა რომ იყავით ჩვენი განაცემის სტუმარი და დიდი სიამოვნებით მოგიწევთ კიდევ კარგი შედეგების დაფიქსირების შემთხვევაში და ისეც ნებისმიერ შემთხვევაში მადლობა რომ ჩაგვერთეთ დღეს განაცემაში. უმეტესი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. კარგად გრძანდებოდეთ. თემურ ლონტი გვერთვებოდა განაცემაში და ახლა გადავინაცვლებთ უკვე შემდეგ თემაზე, როგორც გითხარით, ასევე ვისაუბრებთ კარატეზე, როგორც ამ შემთხვევაში კონტაქტურ კარატეზე, რომელიც ხშირად არის ჩვენი განაცემის სასაუბრო თემა. ამ შემთხვევაში მქონდა დაანონსებული ტურნირი, რომელიც პრაღაში იმართება, პრაღა Open-ი, სადაც დიდი რაოდენობის მედლებით დასრულდა საქართველოს ნაკრებისთვის ეს ტურნირი. კონტაქტური კარატე არის სპორტის სახეობა, რომელიც საკმაოდ მოწინავე რიგებშია, შეიძლება ითქვას ჩვენ რეგიონის სპორტულ ყოველდღიურობაში. პრაღა Open-ი არის ტურნირი საკმაოდ პრესტიჟული, რომელიც
ტარდება მოგხსენება ჩეხეთის დედაქალაქში და 12 ქვეყანა იღებდა ამჯერად მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები ტურნირზე იყო წარმოდგენილი 35 სპორტსმენით და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა ჩვენი ქვეყნის გუნდმა. აქედან აჭარის ნაკრების ანგარიშზეა 30 მედალი, აქედან არის 12 ოქრო, 11 ვერცხლი და 7 ბრინჯაოს მედალი. უნდა მიულოცოთ, რა თქმა უნდა, ამ შედეგების ერთ-ერთ ავტორ შეიძლება ასე ითქვას, ლევან ცინცაძეს, რომელიც ჩვენი გადაცემის მეგობარია, ასეც ვიტყოდი და უკვე სტუმრად აღარ მოვიხსენიებთ. ლევანი ხშირად გვერდება ჩვენ სხვადასხვა ლოკაციებიდან, მე მგონი არ არის ისეთი ადამიანი ჩვენი გადაცემის ისტორიაში, ვინც ამდენად სხვადასხვა წერტილიდან სოფლიოს ყოფილიყოს ჩართვაში ჩვენთან. ლევან, მოგესალმები, მადლობა პირველ რიგში დროის გამონახვისთვის, ვიცით რომ მგზავრობთ ამ ეტაპზე ქალაქიდან ქალაქში და გვინდა მოგვიყვეთ პრაღა ოპენის შესახებ, რომელიც ჩვენს გადაცემაში დაანონსებული ჰქონდა და სადაც ელოდებოდი მედლების დიდ რაოდენობას, ასე აგიხდა ყველაფერი კარგი, როგორც ეს შენი პროგნოზი გამართლა და მოდი გვითხარი უშუალოდ პრაღა ოპენზე და გვითხარი შტაბ-ჭილებებზე შენ როგორც მთავარი მოქმედი პირი ერთ-ერთი მთავარი მწვრთნელი, რამდენად კმაყოფილი ხარ შედეგებით? მოგესალმები, მადლობა სათვის რომ ეს სწრაფად მოახდინეთ ჩვენი შედეგების გაშუქება. ეს ძალიან დიდი სტიმული იქნება ჩვენი სპორტსმენებისთვის და მწვრთნელებისთვის. ჩეხება პრაღის საერთაშორისო ტურნირს ვიტყოდი რომ საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა საქართველოს ნაკრებისთვის, რადგან 35 სპორტსმენი იყო წარდგენილი, დარწმუნებული 10 წლის სპორტსმენებიდან უკროსი ასაკის სპორტსმენამდე, საკმაოდ კარგი შედეგები დაუბრუნდით, 12 ქვეყანა იყო წარმოდგენილი იყო დაახლოებით 30-მდე სხვადასხვა კლუბი და აი ამ შემადგენლობით საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიჭირა გუნდურ ჩათვალაში, როგორც ინდივიდუალური შედეგების როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურ ჩათვლაშიც პირველი ადგილი დავიკავეთ და ვფიქრობ ეს ძალიან კარგი ღონისძიება იყო, კიდევ ერთი პატარა წინგადადგმული ნაბიჯი, რათა მომავალში ჩვენმა სპორტსმენებმა უფრო მასშტაბურ და უფრო მნიშვნელოვან ღონისძიებებში გამარჯვება მოუპოვოს ჩვენს ქვეყანას. ლევან, როგორი გამოხმაურება მოყვა და რამდენად არის თქვათ მოლოდინი იმისა, რომ როცა საქართველოს ნაკრები ჩადის ასეთ ტურნირებზე, უკვე თქვათ ცოტა სხვა თვალით უყურებენ მეტოქეები ჩვენს გუნდს და ანგარიშ გასაწევ ძალად კი არა და უკვე თავიდანვე ფავორიტებად მიიჩნევიან, პირველ ნომრებად არიან თქვათ უკვე რეიტინგში განთესილი. ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შედეგებიდან გამომდინარე უკვე არავის არ უყვირს, რომ ახალგაზრდა და უმცროსი ასაკის სპორტსმენებიც იგივე შედეგებს გააკეთებენ. შესაბამისად, ყოველთვის საქართველოს ნაკრები, ასაკობრივი და ნაკრები გუნდი, რომელ ღონისძიებაზეც არ უნდა იყოს მივლენილი, ყოველთვის დიდი ინტერესი აქვს და იქ ზრუნობა უკვე საჯების მხრიდანაც, მწვრთნელების მხრიდანაც და ზოგადად სპორტსმენებს ვეუბნები ჩვენ მწვრთნელები, რომ როდესაც საქართველოს ნაკრების სახელით გადიხარ და საქართველოს რომელიმე მწვრთნელი უკან გიდგას, რომელსაც მას ცნობენ, უკვე შეიძლება ითქვას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს უკვე ნახევარი მოგებას ნიშნავს 50%, რადგანაც იმიჯი ისეთი აქვს შექმნილი საქართველოს, რომ სპორტსმენი, რომელიც საქართველოს წარადგენს, ის აუცილებლად ბრძოლებს ბოლო წვეთამდე. ეხლაც მაგალითად კითხვები იყო ესეთი, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგალითად გერმანიიდან, სხვადასხვა პოლონელები მოვიდნენ ჩემთან. აქ ისეთი ღონისძიება იყო, სადაც სხვადასხვა ორგანიზაცია იყო, რადგანაც პატარა ასაკიდანაც მონაწილეობას ღებულობენ სპორტსმენები, შესაბამისად ძალიან მრავალფეროვნული იყო ღონისძიება და ყველას კითხვა ჰქონდა, რომ ეს მთლიანი საქართველოდან არიანო, ესეთი შეკრებილი ხალხიო თუ მხოლოდ ბათუმიდან არიანო, გაუკვირდათ, რომ ყველა ის ვინც გამოდიოდათ, ისეთი ესე რომ ვთქვათ, დატანილები გადიოდნენ, რომ ბოლო წვეთამდე ყველა იბრძოდა გასამარჯვებლად, დაწყებული 10 წლიდან უფროს ასაკამდე. შესაბამისად, ზუსტად ის კითხვა, რაც თქვენ დასვით, მაგაზე პასუხი ესეთია, რომ ყველა იბრძვის ბოლო წვეთამდე და უკვე ეს ჩანს და ნამდვილად ძალიან ძლიერი ძალაა, რომელსაც ნებისმიერ ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს მათი კონკურენცია და ვფიქრობ ეს უკვე შევძელი ჩვენ და პატარა ასაკის მიუხედავად უკვე ისინი ძალიან სერიოზული ძალა არიან.
ძალიან კარგი ამბავია ეს, როცა ჩვენ ცოტა სხვა თვალით გვიყურებენ რომელიმე სპორტის სახეობაში და სადაც ფავორიტები ვართ, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მოდი კითხავ, ასევე უშუალოდ შედეგების თვალსაზრისით და უშუალოდ ამ ამას რომ ჩაუღრმავდე, თუ იყო ისეთი ბრძოლები, რომელსაც გამოარჩევდი და ვის შედეგი იყო ყველაზე მეტად შენთვის როგორც მსმენელის შემთხვევაში მოულოდნელი და თქვათ გასაგებია რომ გარკვეული სპორტსმენებისგან მიჩვეული ხარ და მიჩვეული ვართ ყველანი მედლებს და მაღალი სინჯის მედლებს და არიან ასევე ეგრეთ წოდებული თქვათ არა ფავორიტი სპორტსმენები, ვისი მედლების შემთხვევაში შეიძლება იყოს აღსანიშნავი და ცალკე გამოსაყოფი შენთვის როგორც მსმენელისთვის. დიახ, ჩვენ ვისაუბრეთ წინაზე, როდესაც თქვენთან ვიყავით სტუდიაში, რომ ჩვენ გქონდა საქართველოს უпростоრად აჭარის პირველობის რამდენიმე ტური გავაკეთეთ ესეთი პროექტი, სადაც გამოვავლინეთ ჩვენ სპორტსმენები, რომლებიც თითქმის ყოველ თვეში ბრძოლობდნენ და ესეთი უკვე 7 ტური ჩავატარეთ, მხოლოდ და მხოლოდ ბათუმში. აჭარის მასშტაბით ღებულობდნენ სპორტსმენები მონაწილეობას და ჩვენთვის ეს ძალიან კარგი ფილტრი იყო, ჩვენ აქ ძალიან ბევრი ახალი სახეები აღმოვაჩინეთ. გარდა ამ 35 სპორტსმენისა, მე ვითხოვდი, რომ კიდე რამოდენიმე სპორტსმენი ძალიან ბევრი შეიძლება ეხლა კონკრეტულად ამ შეჯიბრზე ვერ მოხვდა, თუმცა შემდეგ შეჯიბრებში აუცილებლად ჩაერთობიან ისინი. ამ კონკრეტულ მომენტში ჩვენ ზუსტად ის სპორტსმენები წავიყვანეთ, ვისაც აქცენტები ქონდა გაკეთებული, რომ ისინი უკვე რაღაც დონეზე არიან მისული, როდესაც შეიძლება ისინი უკვე საერთაშორისოზე გამოვიდნენ, საერთაშორისო დონეზე წარადგინონ საქართველოს. ჩვენ აქ ვითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ის იმიჯი რაც შექმნილი არ უნდა დაიკარგოს და ჩვენ მაქსიმალურად ღირსეულად უნდა გამოვიდეთ ყველა დონის შეჯიბრზე. ამიტომ ჩვენ ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობა იყო ეს, რომ +18-ში უკვე ის სპორტსმენები, ვინც 18 წელი ვინც შეასრულა იმ სპორტსმენებმა, მიიღოთ მათ უკვე მონაწილეობა უკვე +18-ში, ანუ კაცებში და ჩვენ ესეთი 4 სპორტსმენი წამოვიყვანეთ ამ შეჯიბრზე, სადაც მათ 18 წელი შეასრულენ უკვე და დიდებში უწევთ მონაწილეობა. მოგეხსენებათ, რომ ძალიან რთულია, როცა შენ 1 წლის წინ, 3 თვის წინ ბრძოლობდი კიდევ იუნიორებში 16-17 წლის ასაკში და დამცავი საშუალებებით და შემდეგ +18-ში გადახვიდე და შესაძლებელია შენზე 10-15 წლით მეტ სპორტსმენი შეხვდე და იქ მას გაუწიო კონკურენცია. ამიტომ ძალიან კარგი შანსი იყო, რომ დაგვეწყო ეს მომენტი გამოგვეყენებინა, რადგან ბავშვების წამოყვანას ვაპირებდით საერთაშორისო ტურნირზე. 4 სპორტსმენი წამოვიყვანეთ ესეთი და ყველამ გაამართლა. მინდა გითხრათ, რომ 70 კილომდე წონით კატეგორიაში, სადაც 2, 18 და 19 წლის სპორტსმენი ღებულობდა მონაწილეობას, რომლებიც არიან მოქმედი ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში და პრიზიორი, მათ ორივემ შეძლო ქართული ფინალი იყო მათ შორის და 70 კილომდე კაცებშიც გავიმარჯვეთ. ასევე 80 კილომდე დიმიტრი მსხალაძემ ჩემპიონობა მოიპოვა, რომელიც არის დავით მსხალაძეს ძმა და არის ორიგზის ჭაბუკების ევროპის ჩემპიონი და ახალგაზრდებში ჩემპიონი და შეძლო უკვე დიდებში და მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი წლიდან უკვე ისინი სრულფასოვანი წევრები იქნებიან საქართველოს ნაკრები და კიდევ უფრო მეტი ძალა დაემატება საქართველოს ნაკრების ახალგაზრდების სახით და ის გეგმები რაც ჩვენ დავსახეთ და ის ყველა პროგნოზი ვფიქრობ, რომ ნაბიჯ უფლის წყალობით ამართლებს და სწორ გზას ვადგავართ. ძალიან დიდი მადლობა, აღარ მოგაცდენთ ბევრს. მე ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ წლის ბოლომდე კიდევ მოგვიწევს შეხვედრა, იმიტომ რომ არის კიდევ რიგი ღონისძიებები დარჩენილი თქვენს კალენდარში, არაერთხელ გვისაუბრია ამაზე ჩვენ სტუდიაში, ასე რომ დიდი ხნით არ გემშვიდობებით. მადლობა რომ იყავით დღეს სპორტ კლუბის სტუმარი, ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ და მშვიდობიან დაბრუნებას სამშობლოში, რა თქმა უნდა. ლევან სინცაძე, ჩვენი გადაცემის ხშირი სტუმარი გვერდებოდა ამ შემთხვევაში ჩეხეთიდან, გერმანიდან, უბრალოდ ამ შემთხვევაში გერმანიდან ჩეხეთში მოგზაურობის დროს ჩაგვერთო და მადლობა მას ამ ჩართვისთვის. კიდევ ერთხელ ულოცავთ რა თქმა უნდა სპორტსმენებს, კარატისტებს ამ შემთხვევაში წარმატებას და გადაცემის დასკვნით ნაწილში ვნახავთ რა თქმა უნდა მიმოხილვას გასული უქმეების სპორტული სიახლეები. ჩემმა კოლეგამ ლანა ჯაფარიძემ უნდა გაგვაცნოს. ლანა, მოგესალმებით. მოგესალმები ბესო, ჩვენს მაყურებელსაც მივესალმები. დღეს როგორც ყოველთვის საინტერესო სიახლეები გვაქვს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შემოდგომის ტესტ მატჩების დასკვნითი შეხვედრა იაპონიის ნაკრებთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 23-25 დამარცხდა. ჩვენი ნაკრების მხრიდან ლელოების გატანა დემურ თაფლაძემ და თორნიკე კახოიძემ მოახერხეს. რაც შეეხება დარჩენილ ქულებს, 1 გარდასახვა და 3 ზუსტად შესრულებული ჯარიმა თედო აბჟანდაძის ანგარიშზე დაგროვდა.
შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ბორჯღალუსნებმა იაპონიასთან შეხვედრამდე 2 ტესტ მატჩი გამართეს. ბათუმში ჯერ აშშ-ს ნაკრები 43-30 დაამარცხეს, შემდეგ კი კანადას 38-17 მოუგეს. წნეხში ვერ მოგვაქციეს, რასაც ველოდით მათგან მრავალფაზურ შეტევებს, მაგრამ კარგად დავისავით, საკმაოდ კარგად დავისავით, მაგრამ რაღაც მომენტებში მოთმინება დაგვაკლდა, რაც ქულებში გადასახეს და ის 10-ქულიანი უპირატესობის მოპოვებაც მან მოახერხეს რა, მაგრამ წმენა ბოლომდე იყო და სამწუხაროდ ერთ ბოლო გადაწყვეტილებას და ბოლო ჯარიმას შეეწირა ამ მატჩის ბედი, რაზეც ძალიან გული წვდება და მართლა ძალიან გული ვყივა ყველას. მიზანი ნამდვილად სხვა იყო, მიზანი ამ თამაშში გამარჯვება, ან თუნდაც ფრედს გვაწყობდა, რომ მე-12 ადგილზე დაგვემთავრებინა და მსოფლიოზე კარგ ჯგუფში მომხდარიყავით, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხერხდა და სამწუხაროდ ბოლო მე-80 წუთმა გადაწყვიტა ამ თამაშის ბედი, მაგრამ არა უშავს მოგვიწევს რეალობასთან შეგუება და მოგვიწევს ალბათ კიდევ უფრო რთული გზით მსოფლიოსთვის მომზადება. შეცდომა ყველას მოდის, შეცდომები ყველას მოგვივიდა თამაშზე და ეს შეცდომები ძვირად დაგვიჯდა, იმიტომ რომ ძლიერი გუნდი არის იაპონია, ტიერ-1-ის გუნდი არის, პირველი დონის გუნდი არის და ყველანაირი შეცდომა ძვირად ფასდება ამათთან და ფაქტით სახეზეა რა. არც ერთი მცირედი შეცდომა არ გვაპატიეს. ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა აჭარის პირველობა ბადმინტონში, შეჯიბრება 13 და 15 წლამდე ასაკის გოგონათა და ვაჟთა შორის, როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში გაიმართა. გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. აქვე გეტყვით, რომ ტურნირი აჭარის ბადმინტონის ფედერაციისა და ბათუმის სპორტის სასახლის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა. ფინალში ვეთამაშე ალინა შავაძეს. საკმაოდ ძლიერი კონკურენცია იყო, მაგრამ ჩემი მონდომებით დავამარცხე, რა თქმა უნდა და ძალიან მომეწონა ეს თამაში და ვფიქრობ, რომ კიდევ გავნაგრძობ მომავალშიც ამ თამაშს. ჩატარდა აჭარის პირველობა, ვითამაშე ახლა 3 ხელი, გავხდი ჩემპიონი და კონკურენცია იყო, მაგრამ ჩვენ მომზადებული ვიყავ და მოვიგეთ. მოქმედი ჩემპიონი სარაგბო კლუბი ბათუმი რაგბი დიდი 10-ის მეცხრე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში სტუმრად ქუთაისის აიას დაუპირისპირდა და მეტოქე 26-22 დაამარცხა. ბათუმელებმა მეტოქეს საერთო ჯამში 3 ლელო დაუდეს. ლელოების დუბლი გიორგი მარგალიტაძემ გაიფორმა, ხოლო ერთი ლელო გიორგი შუკაკიძის ანგარიჯზეა. 9 ტურის შემდეგ რაგბი დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში ბათუმი 36 ქულით პირველ-მეორე ადგილს ქუთაისის არესთან ერთად იყოფს. მომდევნო შეხვედრას ირაკლი ნინიძის გუნდი 30 ნოემბერს შინ წიქარასთან გამართავს. საქართველოს სპორტის მინისტრმა ახალგაზრდა ბატუძე მხტომელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ქალაქ პამპლონაში ბატუძე ხტომაში ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ვაჟთა წყვილთა კატეგორიაში ჩემპიონობა ცოტნე ჩხაიძისა და ლუკა ლომთათიძის დუეტმა მოიპოვა. გოგონათა შორის კი ოქროს მედლები 2 ქართულ წყვილს ელენე კირთაძესა და მარიამ გაბრიაძეს, ასევე ანანო აფაქიძესა და მარიამ რაგიმოვის დუეტებს ერგოთ. ძალიან გახარებულები ვართ, რომ დავდით ისტორიული შედეგი სინქრონულ ხტომებში და ეს იყო ძალიან საამაყო გზნობა, რომ პირველად გავიმარჯვეთ ბიჭებში. ტრამვების მიუხედავად, ჩემი ტრამვები გადავახე, ძალიან ბევრს შრომობდი, რომ მიმეღწე ამ მიზნისთვის და გავაკეთე ჩემი მაქსიმუმი და გამოვედი შეჯიბრზე და ავიღე პირველი ადგილი სინქრონში. ასევე ინდივიდუალურ ხტომებში ავიღე მეორე ადგილი. ეს არის ისტორიული შედეგი, როგორც ბიჭებში, ასევე გოგოებში, დამოუკიდებელ საქართველოში ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენ არ გვქონდა, რაც მინდა მიულოცო ყველას. ქართველმა მებრძოლმა ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში მეორე ბრძოლა წარმატებით ჩაატარა. სუპერმსუბუქი დივიზიონის დაპირისპირებაში მან ყაზახი ბეგზად ალმახანი 3 რაუნდიან შეხვედრაში მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. თოფურია 3-ვე რაუნდში დამაჯერებლად გამოიყურებოდა და შედეგად ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში ზედიზედ მეორე გამარჯვებაც მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა
ფინალა თებერვალში ავსტრალიელ კოლბი თიქნესის წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქეს ასევე საჯდა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია. ბათუმის სპორტის სასახლე 2 დღის მანძილზე კრივში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების რევაზ ბასილიას და შაქრო ხუდოიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობდა. შეჯიბრება 2010, 2011 და 2012-2013 წელში დაბადებულ ჭაბუკთა შორის ჩატარდა. აჭარის ნაკრებთან ერთად ტურნირში მონაწილეობდნენ მოკრივეები ფოთიდან, სენაკიდან და ისრაელიდან. ტურნირის ჩემპიონ პრიზიორები შესაბამისი სინჯის მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. მე ჯამში მაქვს 3 ბრძოლა ჩატარებული, 1 მაქვს წაგებული, 2 მაქვს მიღებული. და რაც შეეხება ჩემს მოწინააღმდეგეს, რა ვიცი, ძალიან კარგი მოწინააღმდეგე შეხვდა ფინალში საკმაოდ კარგად იჭხობა, ორივემ კარგად მიჭხობეთ. 2 ჭხუბი ჩავატარეთ და ეს არის ჩემი პირველი ესეთი ოფიციალური ტურნირი, სადაც პირველი ადგილი დავიკავე და საერთოდ მედალოსანი გავხსნე და დიდი მადლობელი ვარ იმისათვის, რომ შემწყვეტა პირველ რიგში ვხდი მადლობას და ეს მეორე ჭხუბი არ იყო ძალიან ძნელი, რადგან მომზადებული ვიყავი შინაგანად და პირველ ჭხუბში რა თქმა უნდა ღელავდი, მაგრამ მეორესთვის უკვე უფრო ძლიერდი და დავიკავე ჩემი პირველი ადგილი. ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში ბარსელონამ გრან კანარიასთან სტუმრად 72-61 იმარჯვა, ხოლო თორნიკე შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველმა კალათბურთელმა 21 წუთში 12 ქულა 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 18 გახლდათ, რაც ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ბარსელონა ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში 4 გამარჯვებითა და 4 მარცხით მე-7 პოზიციაზე იმყოფება. კატალონიელები მომდევნო მატჩს ევროლიგაზე ლიონთან 26 ნოემბერს გამართავენ. დღეისათვის სულ ეს იყო, მე კეთილი სურვილებით გემშვიდობებით მომავალ ორშაბათამდე. ნახვამდის.